ენა არის თუ არა მემკვიდრე პირველი საფუძმეტყველო ენისა. მემკვიდრეა თუ მისგან ნაშრობია თუ უშუალოდ ის ენაა ღრმად დამარხული და საფუძვლიანად შენახული. ეს არის ჩვენი გასარკვევი და ამას ვეძიებთ ზუსტად. რისთვის გვჭირდება ეს? და საერთოდ რა არის საფუძმეტყველო ენა, ანუ თეოლოგიური ენა? ეს გახლავთ ტროპული მეტყველება, იგივე სახის მეტყველება, მხატვრული, ჭერმეტყველური ენა, იგივე სამწერლობო ენა. მას ბიბლიურიც ქვია. იყო თუ არა ასეთი ენა ერთი და რა დარჩა მისგან, ან სად გაქრა ეს ენა? აი ამას იკვლევს კაცობრიობა, რადგანაც აი ამაზე არის მიბმული მთელი კაცობრიული ისტორია. ჩვენ ვიცით ბიბლიამ დაიწყო ისტორია კაცობრიობისა, მაგრამ მანამდე იყო და დასრულდა სწორედ ბიბლიით პრეისტორიული, წინარე ისტორიული კაცობრიული ცხოვრება. როცა ჯერ არ იყო არც ანბანი და არც წიგნი. მაშინ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები? რა ცივილიზაცია გაიარა აი ამ ენა, რა კვალი დატოვა და როგორ შემოვინახა ისტორიამ მისი სახე და სახელი. ეს არის ჩვენი საძიებელი და აქედან ვიწევთ თავიდან. ამიტომ ჩვენ ახლა ვეძებთ თავს, სათავეს. ამას ყოველი ლექციის დროს გამიმეორებ და არავის გაუკვირდეს. და სად არის ეს სათავე? რადგანაც ჩვენ არ ვიცით ის რაც გაქრა, ის რაც დაიფარა, რაც დარჩა, მოდი ის შევამოწმოთ, რამდენად არის ჩვენთვის ნათელი ბიბლიური სათავე. და თუ დავიწყებთ ამით, მაშინ უნდა დავიწყოთ ანბანით. იმიტომ რომ ანბანის გარეშე წიგნი არ დაწერილა, არ დაიწერება. და თავდაპირველად იყო ხატოვანი დამწერლობა და ეს ისედაც ყველასთვის ნათელი არის, მაგრამ ჩვენ ახლა ვეძიებთ ფონოს, ანუ ასო ბგერას, ანბანს, რომელიც გამოხატავს, რომელსაც წარმოადგენს ასო ბგერა, რომელიც ითქმება და ისმის, ასო რომელიც იწერება და ხედავთ. რამდენად შესატყვისობაში არის ეს ორი რამ ერთმანეთთან. აღმოჩნდა, რომ ის პირველი ანბანი, დედა ანბანად წოდებული ფინიკიური ანბანი, რომელიც 2200-ს მოიცავს და ის ბერძნულიც მისგან რომ არის წარმოქმნილი 2400-იანი, მიჰყვება იმ რიგს, რაც იყო წინარე ანბანში და იქ თითოეული ასო გამოხატავდა ერთ ფონემას, ერთ ბგერას. დანარჩენი უკვე შემდეგ რაც მისგან წამოვიდა, არის აბსოლუტურად განსხვავებული. ზოგან 200 გამოხატავს ერთ ფონემას, ზოგან 3 და ასე შემდეგ, ზოგან იკითხება, ზოგან არ იკითხება. ეს მეტნაკლებად გარკვეული ვინც არის ანბანში და ბიბლიაში, ეს შესანიშნავად იცის. მოდი ჩვენ საკუთარს მივუყურდეთ და გავარკვიოთ, რადგანაც ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი. აი ეს არის ჩვენი სახე და ხასიათი. ჩვენ მასში ვართ და ის ჩვენშია. აბსოლუტურად ყველა ფონემა, ყველა ბგერა, რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე, არის ამ ანბანში. ეს ერთი დიდი ღირსება. მეორე, ერთ ბგერას ერთი ასო შეესაბამება. სხვა არ, მეტი არა. ესეც მეორე ღირსება. და მესამე, მისი აგებულება, სტრუქტურა იმდენად დახვეწილი, იმდენად ჰარმონიულია, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ეს უნდა ყოფილიყო თავი და თავი ყველა ანბანური დამწერლობისა, რადგანაც თითოეულ მათგანს შეესაბამება რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობა. და აქ ისეთი წესრიგია, რომელსაც ვერ დაიკვეხნის ვერც ერთი ანბანი. ამიტომაც ჩვენ ამით ძალიან ამაყნებთ.
27 ასო, 27 ბგერის შესაბამისი გახლავთ. იქნებ ეს ბგერები ცოტა განსხვავებულიც არის და ზოგან მეორდება კიდეც, მაგრამ თავარი ის არის, რატომ 27 და რატომ აი ასეთი რიგითი ასეთი წყობა რიგისა. მოდი თავიდან ვიწყებთ და აუცილებლად ვთქვათ ანი და ბანით. რატომ? ყველა ჩვენგანს გაუგია და სმენია ან ბანური ჭეშმარიტება. და რა არის ან ბანური ჭეშმარიტება? ეს არის ანი და ბანი, ხმოვანი და თანხმოვანი, რომელიც ქმნის მარცვალს. მარცვალი ქართულ ენაში არის როგორც ბგერებისაგან შემდგარი, რომელიც ჰაერის ერთი ტალღის ამოღებით წარმოითქმის, არის აგრეთვე ქართულ ენაში არის აგრეთვე თესლი, მცენარის თესლი, მარცვალი. მაშ ასე ქართული ენა როგორც გრამატიკულად, აი ისე სასაუბრო ენით მეცნიერულად რაღაც თანხმედრაშია, სიტყვები თანხმედრაშია, მაგრამ ჩვენ შესანიშნავად ვიცით, როგორ გავარჩიოთ ის ერთმანეთისაგან. პირველი ასო, თქვით რომ ეს არის მთვარის იდეოგრამა, ანუ ცხრალი მთვარე. ჩვენ ახლა ჰემატრიას მივდიოთ. ჰემატრია, მატერია. რუსული მათ ედა და ბერძნული რუსული არის წარმოქმნილი აი ამისაგან დე მეტრა, რაც იგივეა, რაც დე მატერა. მატერა, მეტრია, ეს არის მიწა, დედა, მიწა. ესე იგი, რაც კი ჩვენ ახლა მოგვეცა მიწიერში. ამ ენით, რომელიღაც ენით ჩამოგვივიდა ეს ცოდნა და ჩაიდო აი ამ ანბანში. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ამიტომ ვაქცევთ ასე დიდ ყურადღებას მას. როცა ჩვენ ჰემატრიას ვიგებთ, ანუ მის არსს ვგებულობთ, სიტყვის არსი. რადგანაც აი ეს რიცხვი, რომელიც ახლავს როგორც რიგითობა, ასევე რიცხვითი მნიშვნელობა თავი და ბოლო, სიტყვის არსს გამოხატავს. და ამ რიცხვები ჩვენ შეგვიძლია შევკრიბოთ, გავამრავლოთ და სრული სურათი მივიღოთ, რას წარმოადგენს ესა თუ ის სიტყვა. რადგანაც სიტყვა ეს არის ინფორმაციის მატარებელი. და ინფორმაცია არის ენერგია. ენერგია, რომელიც ჩვენში შემოდის ასო ბგერებით. მაგრამ საცნაურდება სიტყვით. სიტყვის გარეშე ასო არაფერი არ არის. მარტო ასოს თქმა არაფერს არ ნიშნავს. გონებამ უნდა გააცნობიეროს, რას იღებს, რა ინფორმაციას და ამის მიხედვით ივსება ენერგია. ეს უარყოფითი ენერგია და დადებითი. თუ ჩვენ სიტყვა გვაძლევს რაიმე სასიყვარულოს, ის გვავსებს საოცარი ენერგიით. ხოლო თუ ცუდია ეს სიტყვა, რომელსაც ხშირად ვამბობთ, რომ ბილდსიტყვაობა ეს ეშმაკისგან არის და ტყუილად არ ვამბობთ, ის გვაცვლის ენერგიას, სასიცოცხლო ენერგიას. და გონია ზოგს, რომ რაც მეტად მოიოხრებს გულს გინებით და ამ წევრით, უკეთესად გახდება. არ გახდება უკეთესად. ეს არის მხოლოდ ილუზია. გონია ასე, რომ თითქოს დაიცალა ამისაგან, მაგრამ სასიკეთო რა მიიღო. ჩვენ შეიძლება გავცეთ რაღაცა, კი ბატონო, გავცეთ ეს შავი ენერგია, მაგრამ ის შავი უნდა დაიჭიროს დადებითმა. თუ არ დაიჭირა, თუ არ შემოვიდა ეს ენერგია, ადამიანი ხდება მუდმივად არის ცარიელი. სიცარიელი შეგრძნება აქვს და ნელ-ნელა მისი ორგანიზმი იწყებს დეგრადაციას, დაქვეითებას. და ძალა გამოცვლილი ბოლოს ხდება ფსიქიურად ძალიან ცუდ დღეში ვარდება, რომლის საშველი უკვე ექიმია და მას ვერაფერი უშველის. როცა თავიდანვე შეიძლებოდა უექიმოდ სწავლობა. როგორ ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ამას?
იმდენი ტაბუ იყო დადებული ქართულ ენაში, ეს არ შეიძლება, ამის თქმა არ შეიძლება, ის თვითონ უხსენებელი წარმავალზე ამბობდნენ ჩვენი უხსენებელი. რატომ? იმიტომ რომ ცუდ განცდას, ცუდ ასოციაციას იწვევდა უხსენებელი, ამიტომ დაარქვეს. ქვენ ძროსაც ეძახდნენ მას. რა, სახელი არ იცოდნენ? როგორ არ იცოდნენ? მაგრამ შენ სიკეთე უნდა მიიღო ამ სახელისაგან, იმიტომ რომ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, სიტყვა არის ღმერთი.